აი აქედან იწყება ძალიან საინტერესო რამ. გიორგი სააკაძე მეფეთ იწვევს თეიმურაზ პირველს. რო საუბარია რომ სააკაძემ შვილი შეჭირა სამშობლოს და ამას სამი შვილი შეჭირა სამშობლოს. მარაბდა იდეაში წავაგეთ. მაგრამ ეს არის ის ბრძოლა, რომელთაც ვამაყობთ. თეიმურაზის წასვლის შემთხვევაში კახელი ბაგრატიონების საგვარეულო ფაქტობრივად არავინ აღარ რჩება. ლუარსაბმა გააკეთა იგივე, რაც გააკეთა დემეტრეს თავდადებულმა. უბრალოდ საკითხის დაყენებაც კი, რომ თეიმურაზის ნაცვლად ვინმე სხვა შეიძლება იყოს სარდლად, ცხადია ხო, რომ ამას არავინ არ დათანხმდება. სააკაძე მართალს ეუბნება, კი ბატონო, დავიხიოთ უკან კოჯოს ვიწროებში, შევიტყუოთ, იქ გავანადგუროთ. მაგრამ რაქნას თეიმურაზმა, რომელსაც ბარათაშვილები ეუბნებიან, რომ თუ შენ ხვალ ბრძოლას არ დაიწყებ, ჩვენ ბრძოლისგან წავალთ. სააკაძე მოგწონს, არ მოგწონს, გვიყვარს, არ გვიყვარს, დიდი პოლიტიკური ფიგურაა რა. სააკაძემ ძალიან ეშმაკური ნაბიჯი გადადგა იმერეთის მეფეს თხოვაშვილი. და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, ბაზალეთი, რომელშიც გიორგი დამარცხდა. სააკაძის ცოლის ძმა, რომელიც იდეაში ბაზალეთის ბრძოლაში სააკაძის მხარეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ თეიმურაზის მხარეს იყო. თეიმურაზმა ჯერ ზურაბს სიმონი მოაკვლევინა და მერე ზურაბიც მოაკვლევინა. წარმოიდგინეთ, ირანში ქართველების ორი დაჯგუფება იბრძვის იმისთვის, ვინ დასვან ტახტზე. ევროპელები წერენ, რომ ქართველებმა რომ მოიდომონ, ქართველს დასვამენ ტახტზეო. რო ნახოთ იმ ელჩების ის თეიმურაზი რასაც ეუბნება, შეგეცოდებათ. რას ვიზეთ ჩვენ ვისაუბრეთ, პრინციპში ესე ვთქვით ჩვენ, რომ ესენი არიან დამარცხებულები. ხო, დამარცხდნენ და ისტორიამ თავის განაჩენი გამოუტანა. ისე სულ საინტერესოა ხოლმე, რო გაემარჯვათ რა მოხდებოდა. ერთხელ ხელოვნურ ინტელექტს თხოვე, რომ დაეწერა, წარმოედგინა რა მოხდებოდა პუნიკურ ომებში, რომ კართაგენს მოექო. სხვათა ძალიან საინტერესო რაღაცები დამიწერა. ხო და ეხლა ერთი უნდა ვთხოვო რაღაცა, რომ თქვათ დემნოს რო გაემარჯვა რა იქნებოდა, საინტერესოა რას დამიწეს. ეხლა რატო გეუბნები, ცალსახად დამარცხებულები არიან. მაგრამ ზოგჯერ არის, რომ ცოტა რთული გასარჩევია ეს პიროვნება იდეაში დამარცხდა, თუ საბოლოო ჯამში გამარჯვებული აღმოჩნდა. აი თქვათ ადამიანი, რომელიც იძულებულია სამშობლო დატოვოს. და სადღაც იქ სამშობლოსაგან შორს დაიღუპება. იდეაში დამარცხებულია, ხო? და თუ ამავე დროს მე მისი ძეგლებს დგამთ ქალაქებში, აინც გამარჯვებულია? ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე გულისხმობ გიორგი სააკაძეს, მაგრამ გიორგიზე არ მინდა მე დღეს საუბარი. მე მინდა საუბარი ადამიანზე, რომელიც ჩემი აზრით გიორგის ჩრდილქოშ აღმოჩნდა. ეს არის თეიმურაზ პირველი. გიორგის წინ წამოწევამ, ნებსით უნებლიათ ღირსი იყო თუ არ იყო ღირსი, ამაზე არ ვსაუბრობთ ეხლა. გამოიწვია ის, რომ ის წინ წამოწიეს და მის ნაცვლად ვიღაცა აღმოჩნდა ჩრდილში და აღმოჩნდა ასე ვთქვათ დამცრობილი. თეიმურაზ პირველზე არ ვიცი როგორია ჩვენი საზოგადოების წარმოდგენა, მაგრამ ვისთანაც მისაუბრია მაგალითად, მან და მეც კარგი წარმოდგენა მეფეზე არ აქვს. გასაგებია, დავით აღმაშენებელი არ არის, გიორგი მწყინვალი არ არის, მაგრამ არც ესე ჩასაწიკლი პიროვნება არ არის. თავის დროზე ერთხელ თქვა კათოლიკოს პატრიარქმა თავის ქადაგებაში ისაუბრა თეიმურაზ პირველზე და დედამისე ქეთევან წამებულზე და იქ თქვა შოი ძალიან ხაზი გაუსვა, რომ ეს კაცი ძალიან ღირსეული ადამიანი იყო. მე ვეძებე და ის ქადაგება ვერ ვიპოვე, მაგრამ იმედია ვიპოვი. დაიბადა 1599 წელს. ალექსანდრე მეორის ოჯახში. ხო, ბაბუა მისი ალექსანდრე მეორე, მამამისი დავითი, გადმოცემის მიხედვით ცოტა მძიმე ხასიათის კაცია. ტახტის მემკვიდრეა. ისეთი არის ცოტა უხეში, საკმაოდ ამაყი, ამპარტავანი, განსხვავებით თავისი მეორე ძმისაგან, გიორგისაგან. გიორგიზე წერია, რომ ის ისეთია კეთილია, ადამიანებთან კარგი ურთიერთობა აქვს. თეიმურაზ ზრდის ბაბუა. განსაკუთრებით მას მერე, რაც 1601-2 წლებში სიმართლე ვკითხოთ, ბოლომდე გაურკვეველი ვითარება ხდება. 1601 წელს, ანუ როდესაც თეიმურაზი არის 12 წლის. მამამისი ადის ტახტზე. ამ პერიოდში ალექსანდრე ცუდად არის, ფაქტობრივად სახელმწიფოს მმართველობას თავს ანებებს
შემდეგ დავითი სთხოვს მას, რომ გამოუგზავნოს სამეფო ნიშნები, ასეც ალექსანდრე თან ხდება, მერე ალექსანდრე თითქოს ბერად აგიკვეცება. მერე დავითს მისი უმცროსი ძმა გიორგი შეთქმულებას მოუწყობს, გიორგის შეიპყრობენ, ციხეში ჩასვამენ, მას დაინდობს დავითი, მაგრამ სამაგეროდ გიორგის ომხრეებს სიკვდილი დაჯდის, ჭოეთის ციხიდან გადმოყრის და მერე დავითი გარდაიცვლება. და 1602 წლიდან უკვე ალექსანდრე ისევ არის ხელისუფლების სათავეში და უკვე თეიმურაზი განიხილება უკვე როგორც ტახტის მომავალი მემკვიდრე. ეხლა რატო ვამბობ მე ამას, რომ ალექსანდრე მეორე ძალიან საინტერესო პოლიტიკოსია, ძალიან ჭკვიანი კაცი. უაღრესად გამოცდილი პიროვნება, ძალიან კარგი დიპლომატი, ერთგულად მიყვება იმ პოლიტიკას, რომელიც ჯერ კიდე ალექსანდრე პირველმა კახთა მეფედ დაიწყო. რაც გულისხმობს რას? ნებისმიერი საშუალებით ომის თავიდან აცილებას. ამისათვის საჭიროა შესაძლოა ვასალობაც ვაღიაროთ, ერთდროულად ორი სახელმწიფოს ვასალობაც ვაღიაროთ, ყველაფერი გავაკეთოთ, ოღონდ დავიცილოთ ომი იმისგან. და პრინციპში ერთი საუკუნე კახეთი ამას ახერხებს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ძალიან ტრაგიკულად დამთავრდება. ასეც უნდა მომხდარიყო, უბრალოდ დროის ამბავი იყო. და ალექსანდრე ამას ყველაფერს ძალიან კარგად ახერხებს. ერთ ეპითეტს გეტყვით ეხლა, რომლითაც ალექსანდრე მეორეს აფასებს შაჰ აბას პირველი. შაჰ აბას პირველი ალექსანდრეს ეძახდა ბებერ მელას. წარმოიდგინეთ ხა, ხო, ვისთან არის საქმე და როგორი გამოცდილი კაცია. ერთი რამეა კიდე საინტერესო. 1597 წელს, ანუ როდესაც თეიმურაზი არის 8 წლის, ალექსანდრე მეორეს კიდე ერთი შვილიშვილი შეეძინა. ეს არის მისი ქალიშვილის, ნესტან დარეჯანის ვაჟი, სამეგრელოს მომავალი მთავარი ლევან დადიანი. ასე რომ ლევანი და თეიმურაზი გარკვეულწილად ნათესავები არიან, ბაბუა ყავთ საერთო. მიუხედავად ამისა, ისინი შემდგომში პოლიტიკური მოწინააღმდეგეები გახდებიან. როდესაც 1605 წელს მოხდა ის ზაგემის ცნობილი ტრაგედია და გამაჰმადიანებულმა კონსტანტინემ მოკლა მამა და ძმა, ამ დროს თეიმურაზი არის 16 წლის და ლევანი არის 8 წლის. ლევანის ბიოგრაფიაში ყოველთვის ნახავთ, რომ ის იზრდებოდა დედულეთში და იზრდებოდა პაპასთან, ალექსანდრე მეორესთან. არ ვიცი ხარ 8 წლის იყო, როცა პაპა მისი მოკლეს და 8 წლისას რა შეიძლება მიეღო ალექსანდრე მეორისგან. რაღაც ალბათ მიიღო. განსხვავებით თეიმურაზისგან, თეიმურაზი უკვე 16 წლისაა. ისე ძალიან საინტერესოა, ამას ალბათ ვერასდროს ვერ გავიგებთ, როგორი იყო ამ დროს თეიმურაზის და ლევანის ურთიერთობა. ან მერე უკვე 30-იან წლებში ერთმანეთს რო უპირისპირდებიან, თუ ახსოვდათ ის, ალბათ ახსოვდათ. ერთად გატარებული ბავშვობა, რას ფიქრობდნენ, როგორ ფიქრობდნენ, ძალიან საინტერესო არის. სხვათა ამას არ ვაქცევთ ჩვენ ყურადღებას, რომ ისინი ერთად იზრდებოდნენ. და თუ ასე მიუდგებით, ორივეს ალექსანდრე მეორის სკოლა აქვს გავლილი. 1605 წელს ზაგემის ტრაგედიის მერე მეფე ხდება უკვე თეიმურაზი და 1605 წლიდან იწყება მისი მეფობა. ეს ის პერიოდია, როდესაც ქართლში ლუარსაბ მეორე გამეფდება. პირველი მეუღლე თეიმურაზის არის გურიელის ქალიშვილი. და მასთან შეეძინა ორი შვილი, ლევანი და ალექსანდრე. თუმცა მეუღლე მალევე გარდაიცვალა. და როგორც არის წყაროებში აღნიშნული, შაჰის მითითებით ცოლად მოიყვანა ლუარსაბ მეორის და ხორეშანი. თეიმურაზიო წინააღმდეგი იყო, იმიტომ რომ ნათესავები გამოდიოდნენ. ხო, იმიტომ რომ ხორეშანიც არის ხორეშანის ბებია იყო ალექსანდრე მეორის და. ახლა მათ არიან ნახევარ-დაძმა იყვნენ. ალექსანდრე მეორე იყო ლევან კახთა მეფიშვილი პირველი ცოლისგან, თინათინ გურიელისგან და ნესტან დარეჯანი იყო მეორე ცოლისგან. მაგრამ ნუ მაინც დაძმა არიან რა. და თეიმურაზი წინააღმდეგი იყო, მაგრამ შაჰმა თავის გაიტანაო. და მისი მეორე მეუღლე არის ხორეშანი. საკმაოდ აქტიური ქალი, საკმაოდ აქტიური ქალი. ეხლა ეს ის პერიოდია, როდესაც აბასი ნელ-ნელა იწყებს თავისი მთავარი პროგრამის განხორციელებას კავკასიაში. ეს არის ქართლისა და კახეთის დაკავება. და ეს ცნობილი ამბავი, რაც ყველა მიცის, როდესაც შაჰმა თეიმურაზს გამოუგზავნა წერილი და მოსთხოვა მძევლები.
თეიმურაზმა გაუგზავნა უმცროსი შვილი ალექსანდრე და გაუგზავნა დედამისი ქეთევანი. როდესაც იქ ჩავიდნენ და შახს წარუდგნენ, შახმა ესეთი რამ კითხა ქეთევანს, რომ შეეშინდაო ჩამოსვლა? აზეც ქეთევანმა უპასუხა, რომ არაო, მას რა თქმა უნდა არ შეეშინდაო, მაგრამ მან გამოგიგზავნა თუ ყველაზე ძვირფასი, რაც კი ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში ჰქონდეს, დედა და უმცროსი ვაჟი. მე ცნობილი ამბავია, რომ შახი ეუბნება, რომ ეს უმცროსი ვაჟი არ არის საკმარისი, გამოაგზავნე ლევანი ტახტის მემკვიდრეა და თეიმურაზი აგზავნის ლეონს. ამის მერე შახი ითხოვს, რომ შენ ჩამოდი. თეიმურაზი აღარ ჩადის. აი აქ იწყება პირველი, ასე ვთქვათ, ჩდება პირველი კითხვა და ესე ვთქვათ, პირველი ქვა თეიმურაზისკენ. რა არის ეს? გაგზავნა დედა, გაგზავნა შვილი, მეორე შვილი, მე თვითონ არ წავიდა, ან რას აგზავნიდა, ან მაშინ თვითონ წასულიყო. აქ რატომღაც გავიწყდება ერთი რამ, რომ თეიმურაზი თავიდანვე წინააღმდეგია მძევლების გაგზავნის. უბრალოდ კახელმა თავადება მოსთხოვეს. როდესაც თეიმურაზი ეუბნება, რომ არა, ესენი ამბობენ, რომ კი, გავაგზავნოთ. მათი პოზიციაც გასაგებია. ისინი თვლიან, რომ ამითი ჩვენ ან ავიცილებთ საერთოდ აბასის შემოსევას, ან ცოტა გადაბავადებთ. მაგრამ აი ეს რატომღაც გავიწყდება და ეს ბრალდება პირდაპირ თეიმურაზს, რომ გეგონება შახმა, რომ მას წერილი გამოუგზავნა, შახი ისა თეიმურაზს იმწუთას დაეთანხმა. ხო, მაშინ მართლა უაზრობა გამოდის ახლა, ხო? ერთი შვილი გაგზავნა, მეორე შვილი გაგზავნა და მე შენ რაღაც წახვიდე, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ის თავიდანვე წინააღმდეგია და ის პრინციპში იძულებულია კახელ თავადებს დაემორჩილოს, მაშინ მივხვდებით, რომ აქ ცოტა სხვანაირადაა საქმე და საქმე არა გვაქვს თეიმურაზ პირველის, მოდი ასე ვთქვათ, ქარაფშუტობასთან და გაუაზრებელ პოლიტიკასთან. იმიტომ რომ მას ეს არ უნდოდა. ნების წინააღმდეგ გააკეთა. როდესაც შახმა ის დაიბარა, რატო არ წავიდა? ხო, აი აქ უკვე სწორია, რომ არ წავიდა. იმიტომ რომ თეიმურაზის წასვლის შემთხვევაში კახელი ბაგრატიონების საგვარეულო ფაქტობრივად არავინ აღარ რჩება. და ყველა აღმოჩნდება შახის ხელში. ამის გაკეთება არ შეიძლება. ანუ თეიმურაზი იმიტომ კი არ მიდის, რომ ეშინია. მე ის მთელი ცხოვრება ამტკიცებს, რომ მას არ ეშინია. ფიზიკურად არ ეშინია ნამდვილად. იმიტომ რომ ომებშიც არის, ბრძოლებშიც არის, ყველაფერში არის. მან უბრალოდ გათვალა. და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ ისტორია იყო. აბსოლუტურად. ეს ის დრო არის, როცა სააკაძე უკვე შახთან არის. და ირანის ხედარმთავარია და მე ბაღდადსაც აიგებს და მე ცოტა უკმაყოფილოზე დარჩება, რომ ბაღდადი სამართავად მის ძმას არ გადასცეს, მაგრამ ის თავის კარიერას აკეთებს. 1006-ას აი ეს რომ თეიმურაზი არ წავიდა, შახმა გამოიყენა საბაბად. და რო წასულიყო რა, ხატკახეთში არ შემოიჭრებოდა? რა თქმა უნდა შემოიჭრებოდა, ხა იმისთვის მიზეზის მოძებნა პრობლემა არ იყო რა. ამიტომ ეს რომ აი თეიმურაზი რო წასულიყო ავიცილებდით, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ისტორია არის ის რაც მოხდა და რა მოხდებოდა არავინ არ ვიცის, მაგრამ აი ლოგიკურად რომ ვიმჯეროთ, რა თქმა უნდა შახი ისევ შემოიჭრებოდა. და შემოდის კახეთში. კახელებმა გმირულად იბრძოლეს, თუმცა ვერაფერი ვერ გააწყეს, გადავიდა თეიმურაზი. ამ დროს ხორეშანი უკვე ცოლად ყავს. 1612 წელს მოიყვანა ხორეშანი ცოლად. სადღაც 1611-ში პირველი მეუღლე გარდაეცვალა და 1612-ში უკვე მეორე ცოლი ყავს. ანუ ლუარსაბი უკვე მისი ცოლის ძმა არის. გადადის ქართლში, ლუარსაბი ეუბნება, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ და ორივენი მიდიან იმერეთში. მერე ხდება ის ამბავი, რაც უკავშირდება შადიმან ბარათაშვილს, რომ მან ლუარსაბი მოტყუებით გადმოიყვანა ქართლში და შახთან მიიყვანა. სომხურ წყაროებში ეს ინფორმაცია, რომ შადიმანი გახდა ლუარსაბის დაღუპვის მიზეზი. აქაც მოდი ცოტა სხვანაირად შევხედოთ ვითარებას. ესეთი შადიმანი არის ლუარსაბის გამზდელი. და მათ სხვა ურთიერთობა აქვს აბსოლუტურად. მეორე, ლუარსაბი არ იყო ესეთი გულუბრყვილო. და მესამე, საერთოდ ესე იგი ვაუფასურებთ იმას, რაც ლუარსაბმა გააკეთა. ლუარსაბმა თავი გაწირა. ლუარსაბმა გააკეთა იგივე, რაც გააკეთა დემეტრე თავდადებულმა. როგორც დემეტრე წავიდა ყაენთან, იმიტომ რომ დაეცქრო მისი მრისხანება, იგივე გააკეთა ლუარსაბმა, წამოვიდა შახთან. აბსოლუტურად შეგნებულად აკეთებს ამას. იქ ახლა შადიმანი რას ესაუბრეთ, ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, შადიმანი მისი გამზდელია და ლუარსაბიც არ არის ესეთი გულუბრყვილო. ის შეგნებულად მიდის ამ ნაბიჯზე. თეიმურაზი არ მოდის, იმიტომ რომ თეიმურაზზე არ არის აქ შახი არ იქნებოდა წინააღმდეგი თეიმურაზის მასთან მისულიყო, მაგრამ თეიმურაზი არ მოვიდა აქ.
ნუ ამის მერე 1615 წელს იცით თქვენ რაც ხდება, ეს არის ცნობილი აჯანყება კახეთში, რომელსაც დავით ჯანდიერი ხელმძღვანელობს, ოდესაც 1615 წლის 15 სექტემბერს კახელები მივლენ ალავერდის ტაძართან, რომელიც გადაქცეული არის ირანელი ხანის რეზიდენცია და მოითხოვენ შეშვებას, იმიტომ რომ ალავერდობაა და აქ უნდა ვილოცოთო. ირანელები სთხოვენ რჩევას დავით ჯანდიერს, რომელიც თითქოს მათ მხარეს არის. დავითი ეთქვის, რომ კი ბატონო, დავითი თავად არის ამ აჯანყების ხელმძღვანელი და მოკლედ იწყება ეს აჯანყება, რომელიც წარმატებით სრულდება და აი ამის მერე დავით ჯანდიერი მოიწვევს თეიმურაზ პირველს და თეიმურაზ ბრუნდება კახეთში. 1615 წლის სექტემბერში წიწამურთან 5000 კაცით თეიმურაზი ამარცხებს 15000-იან ირანულ ჯარს. ეს რატომღაც ყველას ავიწყდება 20 თეიმურაზია საუბარი. პირველი, ვინც საქართველოში შაჰი დაამარცხა, იყო თეიმურაზი. სამჯერ მეტი ჯარით დაამარცხა. ნუ ამას მოყვა ის, რომ შაჰი კიდევ უფრო განრისხდა და 1616-17 წელი კახეთი მიწასთან გასწორდა. აი ეს ამბავი სწორედ როდესაც ქართველები 200,000 ქართველი აყარეს და ირანში გადაასახლეს, სფერეიდენის ქართველები დაახლოებით 100,000 დაიღუპა. 1614, 15, 16, 17 წელი 4 წლის მანძილზე შაჰი 4-ჯერ შემოიჭრა და კახეთი, რომელიც 100 წლის მანძილზე მშვიდობას ინარჩუნებდა და ქართულ სამეფო სამთავროებს შორის იყო ყველაზე აყვავებული, ყველაზე ძლიერი, ეკონომიკურად სამხედრო თვალსაზრისით ყველანაირად მიწასთან გასწორდა. ნუ ეხლა ეს ბრალდება თეიმურას, რომ ეს არის მისი გაუთვლელი პოლიტიკის შედეგი. და რა უნდა ეკნა? ერთადერთი გამოსავალი იყო, უნდა შაჰს დამორჩილებოდა. და ნუ არიან პიროვნებები, რომელსაც არ შეუძლიათ ეს დამორჩილება. ჩვენ ყავს ისტორიაში ეს მეფეები. გიორგი მეშვიდე მაგალითად. არ დამორჩილდა თემურლენგს. თეიმურაზი, ერეგ, მებრძოლი მეფეები, სიმონ პირველი. ნუ ესეთ ხასიათი აქვს, არ შეუძლიათ მორჩილება. კარგია, ცუდია, ერთ რამეს არ ვითვალისწინებთ, იცით? მე ჩემ კოლეგებთანაც მისაუბრია, რომ ეხ სიმონ პირველი ვახსენე და ნუ ერთიოც უთქვამს, რომ კარგი რა მეფე იყო, სასახლე არ ქონდა და ტყეში ეძინა. ხო შეიძლება სასახლე არ ქონდა, შეიძლება ტყეში ეძინა, მაგრამ ომში რომ მიდიოდა ხალხი მიყვებოდა. ჩვენ რატომღაც ამას არ ვითვალისწინებთ, რომ ეს მეფეები ამდენს რო იბძვიან მთელი ცხოვრება, მარტო ხო არ იბძვიან კაცო. მიყვება ხალხი, ჯარი მიყვება. ესე იგი ამ ხალხს ჯერა ამ მეფის და თვლიან რომ ეს ბრძოლა საჭიროა. ამიტომ ასე ცალსახად თქმა რომ ეს უაზრო იყო არ შეიძლება. ყოველთვის საუბარი იმაზე რომ სადაც არას ჯობს, გაცლას ჯობს, რომ ყოველთვის თავი დაუხაროთ, ესე ყოველთვის რომ თავი დაგვეხაროთ, გას სად ვიქნებოდი და რა ვიქნებოდი კაცმარიც. ამიტომ ამ შემთხვევაშიც მანდამაინც თეიმურაზ დააბრალო ის, რომ მისი გაუთოცნობიერებელი პოლიტიკის შედეგი იყო, იმის შედეგი იყო, რომ ისევ ცდილობს საგარეო ძალების მოძებნა შაჰის წინააღმდეგ, მათ შორის რა თქმა უნდა რუსეთთან. ხო აბასი უდიდესი შაჰია. ძალიან დიდი პოლიტიკოსია ხა. ჩვენ გასაგებია ჩვენი უდიდესი იმპერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს არ დავაფასოთ. ირანის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შაჰია. თავისი 2500 წლიანი ისტორიის მანძილზე ირანელები, რომელსაც იწყებენ აქემიანებიდან 4 დიდი შაჰი ყავთ. კიროს დიდი, დარიოს პირველი, დიდი, ხოსრო ანუშირვანი და აბას პირველი. მართლა ძალიან დიდი შაჰია. და ის თავიდანვე მიხვდა, რომ არ შეიძლება კავკასიაში რუსეთი შემოშვება. იმიტომ რომ ოსმალეთთან კიდე უწევს კონკურენცია და ახერხებს, მაგრამ რუსეთთან ის თავიდანვე მიხვდა, რომ ის იქნება დამღუპველი. და იმით რაც ზეგამში გააკეთა, პრინციპში რუსეთს ერთი 100 წლით კავკასიიდან ფეთქი ამოუკვეთა. და რა თქმა უნდა თეიმურაზის ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც აბასმა იცის, მისთვის გამაღიზიანებელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი. ამ 16-17 წლების ლაშქრობის მერე თეიმურაზი იძულებულია და ისევ მიდის კახეთიდან. ხან გონიოშია, ხან ოსმალებს თხოვს დახმარებას, ხან რუსეთს თხოვს დახმარებას, იქ ევროპელებთანაც რაღაცეებს ცდილობს. არაფერი არ გამოსდის. ამასობაში ვითარება იცვლება, სააკაძე მოდის, ამაზე აღარ გასაუბრებით, 1625 წელი მარტყოფი და აი აქედან იწყება ძალიან საინტერესო რამ. გიორგი სააკაძე მეფედ იწვევს თეიმურაზ პირველს. სხვა პრინციპი არც არავინ არ არის, უნდა მოიწვიოს. აღმოსავლეთ საქართველოს ბაგრატიონებიდან ერთ-ერთი არის თეიმურაზ პირველი. და თეიმურაზ იწვევს, რომელიც ამ დროს გონიოს ციხეშია.
და მართლა არაფერს არ წარმოადგენს, ხო? გონიოს ციხეში ლტოლვილი მეფე, რომელსაც პერსპექტივაში როდის რა იქნება, რო არა სააგაძე, თეიმურაზი 1625 წელს ქართლ-კახეთის მეფე ვერ გახდება. ესე ძალიან საინტერესოა, ქართლ-კახეთის მეფე ხდება. კახეთი ეკუთვნის, კი ბატონო, მაგრამ ქართლი არ ეკუთვნის. ეხლა დღეს შეიძლება ჩვენ ეს აბსურდად მოგვეჩვენოს და სწორიც არის აბსურდად მოგვეჩვენება, რომ კახეთი მეფე რო ქართლში დაждდეს, რა მოხდებოდა. მაგრამ იმ დროს ეს პრობლემაა. ხო, ერეკლეს ერთ-ერთი რის გამოც ეწინააღმდეგებიან ქართლის თავადები, ეს არისო შენ კახელი ბაგრატიონი ხარ და რაგიდან ქართლში. ანუ ესე აქვთ. და აი ქართლელი სააკაძის მიერ კახელი თეიმურაზის მოწვევა ქართლ-კახეთის მეფედ, სერიოზული ნაბიჯია. მე მარაბდა 1625 წლის 1 ივლისი. თუ თქვენი შვილი არ კითხულობს, მაშინ ეს ის ადგილია, სადაც უნდა გვესტუმროთ. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. მარაბდა იდეაში წავაგეთ, მაგრამ ეს არის ის ბრძოლა, რომელთაც ვამაყობთ. მართლაც ესეა. უნდა ვიამაყოთ ნამდვილად, იმიტომ რომ შეიძლება ზოგჯერ ბრძოლა წააგო, მაგრამ ეს ბრძოლა იყოს გამოვლინება შენი თავდადების, შენი ვაჟკაცობის, შენი არ ვიცი, სიყვარული სამშობლოსადმი, რწმენისადმი. იქ მარაბდის ბრძოლის წინ საოცარი რაღაცა ხდება. როდესაც ჯარი ეთქოს, რომ გვაზიაროსო ისეთმა სასულიერო პირმა, რომელიც ხოლმე ბრძოლაში არ წავა. ესეთ სასულიერო პირი არ აღმოჩნდა. ყველა მიდიოდა ბრძოლაში და მროველი ეპისკოპოსი ავალიშვილი ეთქვის, რომ მე გაზიარებთ, მართალია ხვალ წამოვალ, თქვენთან ერთად ვიობებ, მაგრამ გაზიარებთ, ხვალ ვომობთ სამშობლოსთვის, ვომობთ რწმენისთვის. ეხლა რა ხდება მარაბდის ბრძოლის წინ? აქ იწყება ესეთი განხილვა, რომ პირველი შეცდომა, რომელიც ქართველებმა დაუშვეს, სარდლად დანიშნეს თეიმურაზი და არა გიორგი სააკაძე. მეგობრებო, ფეოდალური სახელმწიფოა. მეფეა. ბრძოლის ველზე არის მეფე. თან ეს არ არის სხვა ისეთი მეფე, ესაა თეიმურაზ პირველი. რომელსაც შაჰი დამარცხებული ყავს თავის დროს, შაჰის ჯარი. უბრალოდ საკითხის დაკენებაც კი, რომ თეიმურაზის ნაცვლად ვინმე სხვა შეიძლება იყოს მეფე, სარდლად, უკვე მიუთითებს იმ ვიღაცის ხვის, ამ შემთხვევაში გიორგის რა თქმა უნდა პოლიტიკურ სიძლიერეზე, მაგრამ ცხადია ხო, რომ ამას არავინ არ დათანხმდება. ანუ ჩვენ ესე უნდა შევხედოთ, ეს არის ფეოდალური სახელმწიფო, ბრძოლის ველზე არის მეფე და არ შეიძლება ვინმე სხვა იყოს მხედართმთავარი. ასე რომ ქართველები შეცდნენ, რომ სააკაძე არ დანიშნეს, ვერ დანიშნავდნენ სააკაძეს. ლოგიკის საწინააღმდეგო იყო, ამას არ გააკეთებდნენ. მეორე შეცდომა, რომელიც ქართველებმა დაუშვეს, არ მიიღეს გიორგი სააკაძის გეგმა. გიორგი რას ეუბნება? გიორგი ეუბნება, რომ 1 ივლისია ცხელა, საშინელი სიცხეა, მარაბდის ველი. ირანელები მეტნი არიან. გამოიყენებენ თავის სიცხოვრებრივ უპირატესობას და სააკაძე მართალს ეუბნება, კი ბატონო, დავიქლიოთ უკან კოჯოს ვიწროებში, შევიტყუოთ, იქ გავანადგუროთ. წკინვალე გეგმაა. მაგრამ რაქნას თეიმურაზმა, რომელსაც ბარათაშვილები ეუბნებიან, რომ თუ შენ ხვალ ბრძოლას არ დაიწყებ, ჩვენ ბრძოლისგან წავალთ. ბარათაშვილებს თავის პრობლემა აქვს. ირანელების მხარეს კაფლან ორბელიანია. მოყვება ის ირანელებს. და ბარათაშვილებს ამის ეშინიათ, რომ ჯერ-ერთი ირანელები უკვე ქვემო ქართლში დგანან, კაფლანი არის მათ მხარეს, ესენი აქ ფაქტობრივად ყველაფერს კარგავენ. და ამიტომ აყენებენ ესეთ ულტიმატუმს, რომ ჩვენ ხვალ ან ვიბრძვით, ან ჩვენ წავალთ და მე ჩვენით მოვრიგდებით რა, როგორ მე იმ კაფლანთანაც და სხვებთანაც. ანუ თეიმურაზს არჩევანი არ აქვს. ამასაც არ ვითვალისწინებთ ხოლმე. ანუ არც ერთი ის რაც ითვლება შეცდომად, რეალურად შეცდომა არა, ჩემი ასე თქვა. იწყება 1 ივლისს ეს ბრძოლა, ქართველები ვიწყებთ წკინვალეთ, მაგრამ მე ვეღარ ვაგრძელებთ. მიზეზი რამდენიმეა. ერთი ის, რომ თქვათ, ქართველების ნაწილი ირანელთა ბანაკში შეიჭრა და ბრძოლას თავი დაანება და დაიწყო ბანაკის ძარცვა, ალაფის ხელში ჩაგდება. მეორე ნაწილი ავთანდილ სააკაძის მეთაურობით გაქცეულ ირანელებს გაეკიდა, მესამემ საერთოდ ჩათვალა, რომ ომი დამთავრდა და სახში წავიდა. და სრულად შემთხვევით მოხდა, რომ აზერბაიჯანის ბეგლარბეგ შაჰმენდიხანს დააგვიანდა. ეს არ იყო წინასწარ გათვლილი, რომ თქვა დავიწყებთ ბრძოლას და მე დამატებითი ნაწილი ჩაებმევა ბრძოლაში. არა, ეს არ იყო წინასწარ გათვლილი, ეს არის შემთხვევითობა. ეს კაცი ბრძოლის დაწყების წინ ბრძოლის ველზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ გზაში შეაგვიანდა. რომ მოვიდა, ნახე რომ ბრძოლა წაგებულია. არ ვიცი ახლა მე თქვა თუ არა ის სიტყვები, რომელიც ნაპოლეონმა თქვა მარენგოს ბრძოლაში, რომ მოbrunდა, რომ პირველი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ მეორეს მოვიგებთო და მოიგო კიდეც. ამიტომ შაჰბენდიხანმა რა თქვა, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩაება ბრძოლაში.
ანუ ქართველების ერთი ნაწილი წასულია, მეორე ნაწილი ჩათვლილი. იცით რა, ფსიქოლოგიური მომენტია რა, როცა თვლია ბრძოლა მოიგე უკვე რა. და ხელახლა დაიწყო დასვენებულ ჯართან თეიმურაზ მუხრანბატონი მოკლეს და გავცელდა ხმა რომ თეიმურაზი მოკლეს და გასაგებია ყველამ ჩათვალა რომ მეფე მოკლეს. ანუ ბევრი რამ მოხდა შემთხვევითობა და საბოლოო ჯამში ჩვენ მარადის ბრძოლა წავაგეთ. 14,000 ირანელი დაიღუპა და 10,000 ქართველი დაიღუპა. ნუ 9 ძმა ხერხეულიძე, 7 მაჩაბელი, რუისის ეპისკოპოსი, ბოდბის ეპისკოპოსი და რა ვიცი. ნუ ამის მერე ქსანთან ბრძოლა, სადაც სააკაძე ანადგურებს ირანელების ჯარს და აი მერე ხდება ყველაზე მძიმე რამ. ეს არის ბაზალეთი. ბაზალეთი 1626 წელი. ვინ არის დამნაშავე? ორივე, ალბათ, ორივე. ეხლა უფრო რომ მკითხოთ, უფრო რომელიო, ჩემი აზრით უფრო სააკაძე. ეხლა რაშია საქმე? არავინ არ იცის, რას ფიქრობდა სააკაძე, როდესაც თეიმურაზი მეფედ მოიწვია. ალბათ ფიქრობდა, რომ ნუ ფორმალურად თეიმურაზი იქნება მეფე, მაგრამ მე ვიქნები პირველი. სააკაძე მოგწონს, არ მოგწონს, გვიყვარს, არ გვიყვარს, დიდი პოლიტიკური ფიგურაა რა. ბრწყინვალე სარდალია, აზია ლამბანაკი, ბრწყინვალე ორგანიზატორია, უნიჭიერესი კაცია და დაამტკიცა ეს თავისი კარიერით ირანშიც და ოსმალეთშიც. და ნუ რა თქმა უნდა პატივმოყვარე. ბუნებრივია. ნუ ეხლა გეტყვით, ჩემი აზრით მინუსებიც ბევრი აქვს, მაგრამ პლუსებიც ცოტა მეტი აქვს. თუნდაც მარტყოფი არის ის, რაც თქვათ პლუსებისკენ უფრო გადაიყვანს. ლევან სანიკიძემ უწოდა ერთხელ ქართველი ალკიბიადე. პოზიციებს იცვლიდა ესეც, მაგრამ ნუ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში თავარია ის, რომ ძალიან ნიჭიერია, ძალიან ენერგიულია, სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და ნუ ალბათ ესე ფიქრობს, ხო? და პრინციპში რაღაც არგუმენტი აქვს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავიმეორებ, მან რომ მოიწვია თეიმურაზი აფს არ წარმოადგენა გონიოს ციხეში იყო. მაგრამ ამიტომ თეიმურ ბუნებრივია სააკაძეს აქვს რაღაც პრეტენზიები. მეორე მხრივ არის თეიმურაზ პირველი. ბაგრატიონია. მეფეა. მერე რა რომ სააკაძე მოიწვია. მეფეა, ბაგრატიონია. შუა საუკუნეებია, ფეოდალური სახელმწიფოა. თან როგორი პიროვნება, რომელიც აბასის ჭკუაზე არ დადიოდა. ეხლა სააკაძის ჭკუაზე გავლის. ამიტომ როგორც ჩანს მათ შორის რაღაც ჩვენ არ ვიცით ზუსტად მათ შორის რა მოხდა, რა საკითხზე იკამათეს, რამე კონკრეტული იყო, რაზეც ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ნუ აი ზოგადად თუ შევხედავთ, ესე გამოდის, რომ ხო რა ერთ ქარქაში ორი ხმალი ვერ ჩაიდება. არც ერთმა უკან ნაბიჯი არ გადადგა. ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ისტორია საქართველოს ისტორიაში, ბოდიში ამ ტავტოლოგიისთვის. ეს არის 988-99 წლები, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდა ბაგრატ მესამე და დავით კურაპალატი. ბრძოლის ველზე დაუპირისპირდა ერთმანეთს. იქ ისტორიკოსი წერს, ბაგრატმა შეხედაო, რომ არ გამოვიდოდა იარაღით და მოლაპარაკებები დაიწყო. მზად არიან ორივე საომრად. ეხლა რატო და ისთვის ეს შორს წაგვიყვანს, მაგრამ რა მოხდა იცით? ორივემ უკან გადადგა ნაბიჯი. ამ ორ დიდ ქართველს ეყო ჭკუა, რომ არ ეომათ. იმიტომ რომ ვისაც არ უნდა მოეგო, საქართველოს წააგებდა. იმიტომ რომ ის იდეა რისთვისაც ორივე იბრძოდა საქართველოს გაერთიანების, აუცილებლად დამარცხდებოდა ამ ბრძოლაში. ბაგრატ მესამე არ დაგიმალოთ, ჩემი ერთ-ერთი ყველა საყვარელი მეფეა. ახალგაზრდა, ენერგიული, კაცი, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის. ეხლა მისთვის თავის მოკატუნება, თავის დახრა დავით კურაპალატისთვის ალბათ ძალიან მძიმე იყო, ხო? მეორე მხრივ დავით კურაპალატი ამხელა კაცი ბიზანტიის იმპერიად ხოს დახმარებას. ამხელა გავლენის მქონე კაცი და უნდა გაითამაშოს ეხლა იქ, რომ ვითომ შეცდა და ვითომ რაღაცა და ხო გაითამაშა იმანაც. ვითომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ორი დიდი ქართველი მიხვდა, რომ ომი და ბრძოლა არ შეიძლება. აი მათგან განსხვავებით აქ არც ერთს და არც მეორე ჭკუა არ ეყო. არც ერთმა უკან ნაბიჯი არ გადადგა და ვერც ერთი ვერ მიხვდა იმას, რომ ვისაც არ უნდა გაემარჯვა, ქათქახით დამარცხდება. თეორიულად წარმოვიდგინოთ თეიმურაზის და სააკაძის ტანდემი, გენიალური ტანდემი გამოდის, ხო? საკუთარი მოსავალებით, მონაცემებით, როგორებითაც არიან, ერთად რო შეძლებოდათ. ნუ არ გამოვიდა.
და მოხდა ეს საშინელი ბრძოლა. რა საინტერესოა, სამწუხაროდ ჩვენ ბაზალეთამდეც და ბაზალეთის მერეც არაერთხელ გვიომია ერთმანეთთან. მაგრამ ბაზალეთი დარჩა როგორც გითხათ, ეს ნიმუში, ხო, ეტალონი ძმათამკვლელი უაზრო ბრძოლისა. რატო? ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთ გულდაგულ ემზადებოდნენ რა. ოსმალებს და ირანელებს რომ უნდა ებრძოლო, ესე ემზადებოდნენ ერთმანეთთან საომრად. სააკაძემ ძალიან ეშმაკური ნაბიჯი გადადგა იმერეთის მეფეს თხოვაშვილი. მეფეთ. ანუ ფორმალურად გამოვიდა, რომ ბაგრატიონი დაუპირისპირა. ახლა ფაქტია, რომ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მე მაინც გეუბნებით, იცით რა არის? მაინც თვლი რომ ალბათ თუ ვინმეს მართებდა ცოტა უფრო წინდახედულად მოქცეულიყო და უკან დაეხია, მაინც სააკაძეს, იმიტომ ეს მაინც მეფეა, მაინც ბაგრატიონია რა, მიხვდით? ფეოდალურ სახელმწიფოში ამას აქვს მნიშვნელობა. თუმცა სააკაძისთვის რა თქმა უნდა ამას მნიშვნელობა არ აქვს. და მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, ბაზალეთი, რომელშიც გიორგი დამარცხდა. და წავიდა. მაგრამ პრინციპში ვესტეიმოროზმა ვერ მოიგო. გიორგი მოიცილა, მაგრამ გაჩნდა, ასე ვთქვათ, მეორე გიორგი, ეს არის ზურაბ არაგვის ერისთავი. სააკაძის ცოლის ძმა, რომელიც იდეაში ბაზალეთის ბრძოლაში სააკაძის მხარეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ თეიმურაზის მხარეს იყო. ძალიან ამბიციური პიროვნება ესეც, ძალიან სერიოზული, წყინვალე სარდალი. არაგვის ხეობიდან კარგი ჯარი გამოდის. ისეთი ამბიციური კაცია, ვახვშტი წერს, რომ ზურაბს უნდაო, რომ თვითონ ყოფილიყო ყველაფერი და ყველას მიჭკვაზე ევლო. ამ დროს კიდე არის ერთი პოლიტიკური ფიგურა, ეს არის სიმონ ხანი. სიმონ ბაგრატიონი. დაუდ ხანის შვილიშვილი, გამუსლიმებული, რომელსაც ირანი იყენებს ამ პოლიტიკურ თამაშებში. ბაგრატიონია ისიც, თუმცა არანაირი გავლენა არ აქვს. და აიო ზურაბს უნდაო, რომ ერთი მეფე სიმონი ყოფილიყო, მეორე თეიმურაზი და თვითონ ყოფილიყო ბრძანებელიო. ხო არ გამოვიდა აქ. თეიმურაზმა ჯერ ზურაბს სიმონი მოაკვლევინა და მერე ზურაბიც მოაკვლევინა. აი ხდება ძალიან საინტერესო რამ. 1629 წელს გარდაიცვალა აბას პირველი. და ყველა ელოდა, რომ ეხლა დაიწყება ბრძოლა ტახტისათვის ირანში. მაგრამ მანამ სანამ სხვები ფიქრობდნენ რა გააკეთონ, ერთმა კაცმა ისპაჰანის ტარუღამ, ანუ ისპაჰანის მერმა, ყველას დაასწრო. ხოსრო მირზა. ირანელებისთვის ხოსრო მირზა. შაჰ-სეფი დასვა ტახტზე. დააფიცა ყველანი მის ერთგულებაზე და ყველას კონკურენტს აჯობა. შაჰ-სეფი ხოსროს მამას ეძახის. ხოსრო უაღრესად გამოცდილი კაცია. ირანში თავის კარიერა სააკაძის მეშვეობით დაიწყო. არის ესეთი ვერსია, რომ ქსნის ხეობაში ბრძოლისას ერთადერთი სამხედრო შენაერთი ირანელებისა, რომელიც ბრძოლის ველიდან არ გაიქცა და ასე ვთქვათ, წყობრად დაიხია უკან, ხოსრო მირზას შენაერთი იყო. მაგრამ არის ვერსია, რომ სააკაძემ გაატარა. გაუშვა. ეხლა მაგას კაცშვილი ვერ გაიგებს. ხოსრო უაღრესად ჭკვიანი კაცია. და ხოსრო როსტომ სააკაძე ეს ერთი ჯგუფია ქართველების. მაგრამ არის ქართველების მეორე ჯგუფი. ეს არიან ალავერდი ხანის ვაჟები. იმამყული ხანი და დაუდ ხანი. ალავერდი ხანი, რომელიც აბასის მარჯვენა ხელად ითვლებოდა, ამბობდნენ, რომ შაჰს მეგობრები არ აკავს, მაგრამ თუ მაინც ყავს, ეს ალავერდი ხანია. შაჰის ნახევარად ხუმრობით ნათქვამი პორტუგალიის ელჩთან, რომ მე მემორჩილება მთელი ირანი და მე ვემორჩილები ალავერდი ხანს. თუმცა ამან არ დაუშალა ხელი, რომ ალავერდი ხანი მოაკვლევინა. სხვა შორის მოაკვლევინა საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების წინ. და არის ვერსია, რომ არენდობოდა ბოლომდე და საქართველოსთან ომის დაწყების წინ ალავერდი ხანი მოიცილა. ალავერდი ხანს დარჩა ორი შვილი, უფროსი იმამყული ხანი, ფარსის ბეგლარბეგი, უმდიდრესი კაცი და უმცროსი ძმა დაუდ ხანი განჯის ბეგლარბეგი. იმამყული ხანთან იზრდება შაჰის შვილიშვილი, შაჰ-აბასის უმცროს შვილი. და წარმოიდგინეთ, ირანში ქართველების ორი დაჯგუფება იბრძვის იმისთვის, ვინ დასვან ტახტზე. ერთხელ ეს არის ხოსრო მირზა, როსტომ სააკაძე და მათი მომხრეები, მეორე მხარეს არიან ძმები უნდილაძეები. ევროპელები წერენ, რომ ქართველებმა რომ მოინდომონ, ქართველს დასვამენ ტახტზეო. ხო, ამათ ხელშია პრინციპში იმ დროს ძალაუფლება.
თეიმურაზი ემხრობა დაუთ ხანს და იმამ ყული ხანს. ეხლა ერთი საინტერესო დეტალი. როდესაც 1624 წლის 12 სექტემბერს ქეთევან დედოფალი აწამეს, შაჰმა ქეთევანის წამება დაავალა იმამ ყული ხან უნდილაძეს. ცხადია შემთხვევით არ გაუკეთებია, სპეციალურად გააკეთა. მიუხედავად ამისა, თეიმურას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს ორივე ძმები უნდილაძეებთან და თავის იმ დედამისის წამება რო აღწერა მე თეიმურაზმა, იქ საკმაოდ კარგად მოიხსენიებს მას, იმიტომ რომ მან იცის რომ ესენი აფიშვაში არ არიან. იმამ ყული ხანი ეხვეწებოდა ქეთევანს, რომ მიიღეო რა მოჩვენებითო რა. ხო მიუღიათო ბაგრატიონებს კაცო. ვერ გადაგარჩენო არასეობს. ამას რატო გეუბნებით, იცით, რომ წესით მტრები უნდა ყოფილიყვნენ რა, უნდილაძეები და თეიმურაზმა. არა, პირიქით მოკავშირეები არიან. და დაუთ ხანი და თეიმურაზი იწყებენ სამხედრო ექსპედიციას. განჯაზე ლაშქრობენ. როგორც ჩანს, ეს იყო გეგმა. როგორც ჩანს, ესენი აქედან დაიწყებენ, თუ წარმატებას მიაღწევენ, იქ იმამ ყული ხანი აყვება და მერე შაჰ-სეფის ტახტიდან ჩამოაგდებენ, თავის კაცს დასვამენ და ნუ იქნებიან და იქ ვერ გათვალეს. ძალები ვერ გათვალეს, ხოსრო მირზას გამოცდილება ვერ გათვალეს და დამარცხდნენ. ძმები იმამ ყული ხანი ამას შეეწირა, დაუთ ხანი გამოიქცა და დაიმარა თეიმურაზთან. შაჰ-სეფიმ თეიმურაზი გადააყენა და როსტომი დანიშნა ქართლის მეფედ. ჩამოვიდა როსტომი საქართველოში და არის 67 წლის. აი აქ კიდე საინტერესო რამე მოხდა. თეიმურაზ გორშია და მძევლად ყავს ქართლის თავადების ცოლშვილი. და როსტომი შემოვიდა ქართლში, ქართლის თავადები წავიდნენ როსტომთან. თეიმურაზმა ბრძანა რომ მძევლებს ცხვირები დააჯერითო. სამარცხვინო ბრძანება გასანამდვილად. ერთადერთი ვინც გადააფიქრა ხოსრო ის იყო, ხორეშანი იყო. ცოლი. გადარჩნენ. ხო, ნუ ახლა აქ თეიმურაზს ვერ გავამართლებთ. რაც არ უნდა ყოფილიყო ამისის არ შეიძლებოდა, მაგრამ მე წინაზეც რომ საუბრობდით იქ ვახსენე გაკვირით რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ ხოლმე ამ ხალხს სანამ ტახტზე მივლენ, ტახტამდე რა გზა გააქვს გავლილი. 12 წლის იყო, როცა მამამისი ტახტზე ავიდა და გაურკვეველ ვითარებაში და მამას ბაბუასთან დაპირისპირება აქვს, ძმასთან დაპირისპირება აქვს, იმ ძმის მომხრეებს სიკვდილით ჯის, მერე 13 წლის იყო ეს მამა, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, 16 წლის იყო, რომ გამაჰმადიანებულმა ბიძამ პაპა და ბიძამ მოუკლა, მერე ამ გამაჰმადიანებულმა ბიძამ დედამისის ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. აი ამ იმაში ეს კაცი გაზრდილი. ამიტომ გასაგებია, რომ ზოგჯერ ძალიან ეჭვიანია. და ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ვერ გავამართლებთ რაც ბრძანა, მაგრამ ნუ გაგება შეიძლება. და ნუ მიდის მერე იმერეთში, თავის ქალიშვილი ცოლად შეერთო იმერეთის მეფე ალექსანდრეს და საქართველოს პრინციპში იქნება ესეთი პოლიტიკური ალიანსი. ერთ მხარეს არიან იმერეთის მეფე ალექსანდრე და თეიმურაზი და მეორე მხარეს არიან ლევან დადიანი და როსტომ ხანი. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე 4 ძალიან სერიოზული ფიგურაა რა, სააკაძე, თეიმურაზი, როსტომი და ლევან დადიანი. აი რაც საქართველოს დაიშალა, იმის მერე მოძებნო ეპოქა, რომელშიც აი ესე 4-5 ძლიერი პოლიტიკური ფიგურა არის, ჩვენ გაგვიჭირდება. და ეს ალიანსი როსტომი დადიანი, ნათესაური კავშირიც, ხო, მე მარიამი დადიანი მოყავს ცოლად, როსტომი რა საოცარი პიროვნება იყო. 67 წლის აქ რო ჩამოვიდა, მუსლიმია, სანამ მარიამს ცოლად მოიყვანდა, მოინათლა. კათოლიკე მისიონერები წერენ, მოინათლა და ესწრებიან კიდეც ამ ნათლობას. და მე მარიამი ცოლად რომ მოიყვანა, ჯვარიც დაიწერა. თუმცა მუსლიმად დარჩა. მისთვის რელიგიას როგორც ჩანს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისთვის რელიგიას. ესთია რა, ეს პოლიტიკოსია. როგორც აწყობს ისე აკეთე. იქ ქართველებსაც ეუბნება თქვენიანიც ვარ. აი ქრისტიანულად ცოლი მოიყვანე, ამავე დროს ირანის ის არის ვალია. და ესეთ პიროვნებაა. სკოჩუის ძალიან საინტერესო პიროვნებაა და არის მასზე ბევრი დაწვეული, მაგრამ ალბათ კიდე ბოლომდე გაანალიზებული არ აქვს ეს კაცი. ნაწილი მას აქებს, იმიტომ რომ მშვიდობა მოიტანა, ქართლმა დაისვენა, ქალაქები ააშენა, ეკონომიკა განავითარა, მეორე მხრივ ახუშტია ლანძღავს, რაც შაჰმა ვერ გააკეთა, იარაღითო ამან ნებით გააკეთაო.
შემოიტანაო სპარსული წესები, სპარსული უსაქმურობა, ბანოშინებიურობა, გარყვნაო ქართველები. აი, როგორც გინდა ისე შეაფასეთ რა. მე ძალიან ხშირად ვადარებ ხოლმე მიხეილ ვორონცოვს. ორივე გენიალური კოლონიზატორია. ესეც და ისიც. თუ თქვენი შვილი არ კითხულობს, მაშინ ეს ის ადგილია, სადაც უნდა გვესტუმროთ. ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. ძალიან ჭკვიანები იციან რა გააკეთო გენიალური კოლონიზატორები, ხო? რაც შახმა ვერ გააკეთა, ამან მართლა გააკეთა. ამ თავისი პოლიტიკით. და თეიმურაზი ებრძვის რა თქმა უნდა მას. რამოდენიმეჯერ შეთქმულება მოუწყვეს როსტომს და თეიმურაზთან დააქვთ მათ კავშირი, მაგრამ ვერ ერევიან როსტომს. ევდემოზი კათალიკოს ევდემოზი მოაკვლევინა როსტომმა, იმიტომ რომ ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა. ერთხელ შემთხვევით გადარჩა აბანოში შეუვარდნენ და გადარჩა. თეიმურაზი იმერეთშია. ეხლა რა არის იცით თეიმურაზის დამცრობა გარდა იმისა, რომ გიორგის კანდიდატება რო გახდა საჭირო, ჩემი აზრით. ეხლა ვიღაცის ხარჯზე ხომ განადიდო რა ეს კაცია რა. და გიორგი თუ შეუმცდარია და ყველაფერს სწორად აკეთებს და იბრძვის საქართველოს ერთიანობისთვის, მაშინ ის ვინც მას ეწინააღმდეგება, ის უნდა გამოიყვანოს უსტი. თეიმურას ერთი ესეთი ქვა აკაკი წერეთელმაც ესროლა პაშიაჩუკში. იქ არის ერთი ესეთი ეპიზოდი და იწყება რომ პაშიაჩუკს ეკითხებიან ჩვენი მეფეო თეიმურაზ ხო იმერეთშია. რას აკეთებსო და არ ვიციო რა ჭაშიაო იქ ელჩები მიიღო და ისე ლექსებს წერსო. ხო და ის მერე პასუხობენ ხო მეფე რო პიუ-პიუს იწყებსო მისი სამეფო ვაი-ვაის იწყებსო. ხო და არ არის ახლა ეს ადამიანის თეიმურაზის ბრალი რომ ქვეყანა ვაი-ვაის იწყებს. იმერეთშია იქ ხდება რუსეთის ელჩებს. ძალიან საინტერესოა ეს აღწერა რუსეთის ელჩებს აქვთ აღწერილი დეტალურად როგორ ხდებიან თეიმურაზს და როგორ მიდის ეს ვაჭრობა. ანუ ვაჭრობაში აღგულისხმობ რუსი ელჩები ეუბნებიან თეიმურაზს რომ შენი შვილი გაგვატანე რუსეთში. თეიმურაზი ეუბნება ჯერ დახმარება მინდა. რუსი ელჩები პირდაპირ ეუბნებიან სხვათაშორის რომ იცი რა შეაო საქმე ეხლაო დიდ ჯარსო აქ ვერ გამოგზავნითო, იმიტომ რომ დიდი ჯარი ვერც მოვაო ბუნებრივი პირობების გამო და რომც მოვიდეს ვერ შეინახავო. და პატარა ჯარი რო გამოგიგზავნოთ, რაში გამოგადგებაო. სამაგოდ ხატრებს გამოგიგზავნითო. ეს თეიმურაზი ეუბნება რომ მაშინო მეორე შვილი გამოვაგზავნო, მე რა გარანტია მაქვს რომ დამეხმარე. ის ძალიან საინტერესოდ არის ეს აღწერილი. რაღაც მომენტში თეიმურაზი გაბრაზდება. და იქ რა ქვია ეს რუსეთის ალექსი მიხეილიძე ამ დროს რუსეთის მეფე, მოსკოვის მეფე. ალექსი მიხეილიძის გამოგზავნილ საბუთს რო გადასცემენ, დიპლომატიური ეტიკეტით თეიმურაზი ფეხზე უნდა ადგეს და ეს ისე გამოართოს, არ ადგება ფეხზე. ისე გამოართოს და მე ელჩები ამას ეუბნებიან შენ რა გააკეთებ, რატო არ ადექიო. ცდილობს იქ თეიმურაზი რაღაცებს გააკეთებას, მაგრამ რო ნახოთ იმ ელჩების ის თეიმურაზი რასაც ეუბნება, შეგეცოდებათ. დამძიმე მდგომარეობაშია, დევნილი, სიძესთან, ეკონომიკურად გაჭირვებული, იქ ეხლა მე მეცინება და სასაცილოა სატირალია. ელჩებს ეუბნება რომ ეფიმკები სად არის? ეფიმკები რუსულ ფულს ეძახდნენ. წინაზეო რუსი მეფეებიო ეფიმკებს მიგზავნიდნენ და ეხლა ეფიმკები სად არის? რატო არ მომიტანეთ? ესენი ეუბნებიან ეფიმკებს მე მოგიტანთ. ძალიან ძიმე მდგომარეობაშია, ხო? საბოლოო ჯამში ბრუნდება ისე კახეთში. ბრუნდება კახეთში და 1648 წელს როსტომი შეიჭრება კახეთში. დაამარცხებს თეიმურაზს და ხო, მანამდე მე გამომრჩა რომ თეიმურაზის ორივე შვილი დაასაჭურისეს შახის ბრძანებით. ორივე გარდაიცვალა, ლევანის და ალექსანდრეც. და ეს მესამე ვაჟი დავითი ბრძოლაში იღუპება. ეხლა ისევ უნდა შევადარო იმ თავის მოწინააღმდეგეს რომ სულ საუბარია რომ სააკაძემ შვილი შეწირა სამშობლოს და ამა სამი შვილი შეწირა სამშობლოს. ასე ფაქტია. იმან ერთი ამ სამი ახლა არ შეიძლება ამის დათვლა რა თქმა უნდა სისულელე ას ვაკეთებთ, მაგრამ თუ იქ ეს არგუმენტი მოყავს, რაღაც ეს არგუმენტია. და ალყა შემოარტყეს თეიმურაზს. ალყაშია მოქცეული და დღეს თუ არა ხვალ შეიძლება როსტომმა თქვა ჩაიგდოს. ოფიციალური ვერსია ესეთია რომ ხორეშანი და როსტომხანი ნათესავები არიან. ხორეშანი ხო ლუარსაბ მეორის და არის,
და ლუარსაბ მეორე არის სიმონ პირველის შვილიშვილი. და როსტომი არის სიმონის ძმის დაუთხანის შვილი. უკანონო შვილი მართალია წავკისელ ქალთან, მაგრამ შვილი ბაგრატიონი. ნათესავები არიან ხორეშანი და როსტომი და ხორეშანი თხოვს როსტომს, რომ გაუშვია. შვილები აღარ აქვს, არავინ არ აქვს, სამეფოს კარგავს. ახლა რა გატყვეთ ჩაიგდა, გაუშვი და წავა იმერეთშიო. და გაუშვებს. და ეს ასე თქვა ითვლება როსტომის ესეთ კეთილს აქციელად. როსტომი იმდენად ჭკვიანია ის ესე არ მოქმედებს, ის ყოველთვის რაღაცის გამო მოქმედებს. როსტომი ერთი რამე იცის, სანამ თეიმურაზი თავისუფალია, მას აქვს მანევრის საშუალება. როსტომს ყოველთვის შეუძლია შახს უთხრას, რომ იცი თუ მე ამას არ გამაკეთე, როსტომი ისე თამაშობს, რომ რაღაცებს აკეთებს, მართლაც აქ ქართში ესე არ არის. და გარკვეული თავისუფლებები აქვს მოქმედებებში. და აი ეს თავისუფლება რომ შეინარჩუნოს, ამაში თეიმურაზი ჭირდება. იმიტომ შახს ყოველთვის ეთქვის, იცი თუ შენ ამას მე არ გამაკეთებინებ, ქართველები თეიმურაზის მხარეს გადავლენ. და თუ თეიმურაზი შეიპყრო, მე ეს არგუმენტი აღარ აქვს. ამიტომ მარტო ის რომ ხორეშანმა თხოვა როსტომს და როსტომს გული აუჩუქდა ეხლა თეიმურაზის შემყური, არა. ელემენტარული გათვლა აქვს მას. და მიდის თეიმურაზი ისევ დასავლეთ საქართველოში. ნუ აი ეს ურთიერთობა რუსეთთან როგორ არის იცით? ჩემ კოლეგებსაც არაერთხელ უთქვამ და დაუწერიათ კიდეც, რომ ნუ აი ეს მისი ურთიერთობა რუსეთთან არის ირანისთვის წითელი ნაჭრის ფრიალი რა. იმიტომ რომ ამ ირანს აი ეს აბასიდან მოყოლებული ეს აქვთ, რომ აქ რუსეთის შემოშობა არ შეიძლება. ეს კიდე სულ რუსეთთან გარბის. და ცეცხლზე ნაოთხს ხამს და ითვლება რომ ეს არის მისი პოლიტიკური შეცდომა. ნუ რა ვიცი რა გითხრათ ახლა გულხელდაკრეფილი ვერ დაждდებოდა თეიმურაზი. ხო ისეთი ენერგიული კაცია. ალბათ 24 საათი ფიქრობს ტახტის დაბრუნებაზე და იმ ვარიანტებს შორის რაც მას აქვს, ხო ნუ ეს მოსკოვი სერიოზული ის არის რა მოკავშირე, ხო? ამის მერე კიდე ამდენი საუკუნე გავა და ქართველები ვერ მოიშლიან იმას, რომ მოსკოვი არ იქა გვიშველის, არავის არ გვიშველის, მაგრამ ნუ თეიმურაზს ახლა ამას ვერ მოვთხოვთ, იმიტომ რომ ეხლა არის ეს ურთიერთობები და ჯერ ეს გამოცდილება არ აქვს. ვისაც ჰქონდა იმათაც არაფერი არ გაითვალისწინეს. ამიტომ ეხლა ესე თქვა რომ დამჯდარიყო რუსეთზე უარი ეთქვა, რა უნდა ექნა. წავიდა ის ნიკიფორე ირბახი კი ბატონო მისი ელჩი ევროპაში, მაგრამ ვერ მიიღო იქაც ვერაფერი, ხო? კი ბატონო კარგია რომ წავიდა, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი დაბეჭდა იმაში, რა ქვია, რომში 1629 წელს ქართული ტარული ლექსიკონი. ბოლო-ბოლო ხდება ისე რომ თავის შვილიშვილს, ერთადერთ შვილიშვილს ერეკლეს, რომელსაც რუსები ნიკოლაი დავიდოვიჩს ეძახიან, აგზავნის რუსეთში 1653 წელს. და საინტერესო რა არის 1658 წელს თვითონ მიდის მოსკოვში. და შეხვდება ალექსი მიხეილის ძეს, მოსკოვის მეფეს. ამ დროს რუსეთის პატრიარქი არის ნიკონი. აი ის ნიკონი, რომელიც საეკლესიო რეფორმას ჩაატარებს და რომლის მერეც რუსეთში სტაროვერები ჩნდებიან, აი ეს ნიკონი არის ამ დროს პატრიარქი და ძალიან საინტერესო რა არის, იცით, რომ პირველი განხეთქილება ალექსი მიხეილის ძესა და ნიკონ შორის, რომლებსაც მანამდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ალექსი მიხეილის ძე რაღაცებში ზოგჯერ ნიკონს ფაქტობრივად აძლევს სახელმწიფოს მართვის უფლებას. პირველი განხეთქილება ხდება თეიმურაზის ჩასვლის დროს. ალექსი მიხეილის ძე რო თეიმურაზს ხვდება, ნიკონს არ მიიწვევენ. რატო ვერ გეტყვით, არ ვიცი, ახლა ეს არ არის ცნობილი, მაგრამ აი ესე დაემთხვა. ნუ ვერ მიიღო იქაც დახმარება იქიდან არ აინტერესებს იმ დროს რუსეთს ჯერ კავკასია, არც ამის ძალა არ აქვს ალექსი მიხეილის ძეს და არც აინტერესებს. თუმცა ეუბნება რომ კი მომავალში დაგეხმარებით. თქვენ ჩვენთან იყავით, აი ეს თქვენი შვილიშვილი ჩვენთან იყოს და ჩვენ მე ოდესღაც დაგეხმარებით. და ჩამოდის იქიდან, ნუ ერთი წელია დაახლოებით იქ და ბრუნდება იქიდან იმერეთში. თუმცა მისი შვილიშვილი, ნუ ერეკლე რჩება, მოგეხსენება თქვენ მე და 20 წელი ცხოვრობს რუსეთში და 1674 წელს გამოუშვებენ იქიდან რუსეთიდან. ნუ ის ჭორები რაც დადის მასთან დაკავშირებით, ის ცალკე ჭორები ხემაზე არ ვისაუბროთ. ჩამოდის აქ მისი სიძე იმერეთის მეფე გარდაცვლილია, როსტომიც გარდაცვლილია, ლევან დადიანიც გარდაცვლილია, აი ამ მიმიდან ბოლოს რჩება ისე ეს თეიმურაზი რჩება
და როდესაც ვახტანგ მეხუთე გადადის იმერეთში, როგორ არის იცით, ზოგან წერია რომ ტყვედ ჩაიგდო თეიმურაზი. ზოგან ესე არა, ხა ტყვედ ჩაიგდო რა, წამოიყვანა აღმოსავლეთ საქართველოში. და უთხრა რომ ირანში გაგიშვებ. და გავუშვა ირანში. ოღონდ მანამდე თეიმურაზი ბერად დაიკვეცა. ჩავიდა ირანში 1661 წელს და რა საინტერესოა, მოსკოვის ისლამის მიღება. ეხლა თეიმურაზი რო ისლამს არ მიიღებდა. ცხადია და ჩასვეს ციხეში. 1664 წელს 73 წელს 74 წლის გარდაიცვალა. გადმოასვენეს ქართველებმა და დაკრძალეს ალავერტში. მისი საფლავი არა გვაქვს. დაკარგულია. რა საინტერესო პიროვნება იცით? ლექსებს წერდა. იცით. ეხლა მე ფილოლოგი არა ვარ, ლიტვაცოდნე არა ვარ და ჩემ თავს უფლებას არ მივცემ მისი ლექსები შევაფასო ამ ხრივ, მაგრამ ერთ საინტერესო ფრაზა აქვს. ძალიან ცნობილი ფრაზა. სპარსული ენის სიტყვოვან მასურვა მუსიკოვანი. იმდენად კბილია სპარსული ენა, რომ ესმისო. გადავწყვიტეო ლექსების წერა. სულ ფიქრობ ხოლმე და ვერ ამიხსნია. კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება შეალია ირანთან ომს. კაცი, რომელმაც ირანთან ომს შეწირა დედა, სამივე შვილი. წერს რა ლამაზია სპარსული ენაო. აი ვერ ხსნია. ამდენად მაღალი იყო? აი ეს საინტერესო მომენტია. უნდა ქონოდა ზიზგი, ხო, ყოველგვარი ირანულისადმი. ჩვენს ენისადმი. და აი ამას წერს და ვერ ხვდები, იმდენად დიდია, რომ ამაზე მაღლა დადგა და შეაფასა ის. ალბათ ხო, რომ მტრობა, მაგრამ ის რაც არის ირანული ენა და როგორც ამბობენ, მართლა ძალიან ლამაზია. არ ვიცი, ხა მე ვერ გეტყვით, ხო? ანუ აი ესეც მისი ძალიან საინტერესო თვისებაა, ხო? აი კიდე ერთხელ ვიმეორებ, როგორ უნდა ზულდა ალბათ ირანი, შაჰი, ყველაფერი. ჩვენ ისტორიაში გვყავს არაერთი დაუფასებელი, ბოლომდე დაუფასებელი პიროვნებები და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ეს არის. აი ძალიან მიჩნეულია, რომ ქარაფშუტა, მიჩნეულია, რომ პოლიტიკა არ იცის, ხანიქით მიედება, ხანაკეთ მოედება, რაღაცა უაზრობა ამ თავისი პოლიტიკის ჩაი გადაიმტერა. არ არის ესე. ეს კაცი აკეთებს ყველაფერს და იბრძვის თავისი სამშობლოსთვის. ეს არის მისთვის ყველაზე მთავარი თორე. ხა პიროვნული გადარჩენა რომ დომოდა, ხო, რაღაცას მოახერხებდა, ხო, აციმ დედას გაუშვებდა, აციმ შვილი, საერთოდ არ იომებდა რა. ისლამსაც მიიღებდა ბოლო-ბოლო, ხა მასზე ნაკლები იქნა, ჩამოვთვალთ, ხა ვახტანგ მეხუთიდან მოყოლებული, ვახტანგ მეექვსით ჩათვლით, ავიცი. ან მისი შვილი ბოლო-ბოლო ერეკლე პირველი, მე ნაზარ ალი-ხანი რო ხდება, შვილი. ანუ ეს არის კაცი, რომელსაც აქვს ეს იდეა, რომ იბრძვის თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის და ამას წირავს ყველაფერს. კი, კახეთით შეეწირა, ხო? ახლა აქ ვერაფერს ვერ ვიზამთ, მაგრამ ეს ისე არ არის, რომ კახეთი შეწირა და თვითონ გადარჩა რა. თვითონაც ყველაფერი შეწირა, რაც კი ეს იყო და იმ ბრძოლებში მონაწილეობს, იმ ბრძოლაში თავისუფლად შეიძლება დაღუპულიყო კაცო და თავისით გამოვიდო და სიცოცხლე შეწირა რა. მივიწყებული უსამართლოდ ყავს ესე დამცირებული და მიზეზი ჩემის აზრით არის ის, რომ სამაგიეროდ მისი ასე ვთქვათ მეტოქე ყავს წინ წამოწიეს თავის დროზე წინა რა, გიორგი სააკაძე. და მე თავის დროზე იმიტომ გითხარით, რომ ბოლოს ვისაუბრებ მეთქი ადამიანზე, ის პერიოდზე, რომელიც დამარცხებულის თვალით გვაქვს ჩვენ დანახული, ხო? ისტორიას ხო გამარჯვებულები წერენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ისტორია ამ პერიოდის ქართლის აღმოსავლეთ საქართველოს ჩვენ ვიცით გიორგი სააკაძის პოზიციიდან. ანუ იდეაში დამარცხდა კაცი სამშობლოდან გაიქცა, ალეპოში თავი მოკვეთეს, მაგრამ არა, აი მისი იმით თვალსაზრისით უყურებთ ამას და არ არის ეს სწორი. მე არ ვამბობ, რომ რასაც მე ვამბობ, ეს აბსოლუტურად სწორია, მაგრამ ცოტა სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ, რომ ბოლომდე გავიაზროთ ეს ყველაფერი და ტრაგიკული პერიოდია, უმძიმესი პერიოდია. საერთოდ ალბათ მე-16 და მე-17 საუკუნის ეს პერიოდი არის ჩვენს ისტორიაში ყველაზე მძიმე, უმძიმესი. მე 18 საუკუნე აღარ არის ესეთი მძიმე, იქ უკვე რაღაცები ხდება. და ცოტა ფეხზე ვდგებით ნელ-ნელა. მაგრამ ეს უმძიმესი პერიოდია, ეს აუცილებლად ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე და არ ვიცი, ხა ამდენად დალეგებულად გესაუბრეთ.
მაგრამ ნუ აი ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის, რომ არ არის ესე ცალსახად, როგორც ეს ჩვენ გვაქვს და როგორც იმეებში გვაქვს, რა ქვია, წიგნებში და ფილმებში და რაღაცეებში. ეს კაცი ჩემის აზრით არის აბსოლუტურად დაუფასებელი და უნდა რეალურად ამ კაცს თავისი ადგილი მიუნიშნოთ. მე კიდევ ერთხელ დასაწყისშიც გითხარი, ეს არც დავით აღმაშენებელი არ არის და არც გიორგი მწკნვალი არ არის, მაგრამ არც ესე ბოლოს ჩასაწერი მეფე არის, საკმაოდ კარგი მეფე. არის აი ჩემი კლასიფიკაციით არის აი იმ მეფეების კატეგორიის, რომელსაც მე ვეძახი მებრძოლ მეფეებს, ხო? გიორგი მეშვიდე, სიმონ პირველი, ლუარსაბ პირველი, თეიმურაზ პირველი, ერეკლე მეორე, აი რომლებიც იბრძვიან. ერეკლე არ არის, რომელიც მარტო იბრძვის, მაგრამ ნუ ესეც არის, ხო? და ამის გამო თქვა ჩვენს ბევრ დღესაც აკრიტიკებს ხოლმე, მაგრამ რო არ ყოფილიყო ესეთი მეფეები და არ ებრძოლათ. ავთ სად ვიქნებოდა და კიდე ერთი რასაც ყოველთვის ხაზს უსვამ, რომ ეს ხალხი რო იბრძვის, ეს ხალხი არ იბრძვის მარტო. მათ მიყვება ხალხი, მიყვება ის ერი, იმიტომ რომ თვლიან რომ ესე არის საჭირო. და აი ესე არის ზუსტად თეიმურაზის პერიოდის დროსაც. თუ გიყვარს წერა, თუ გაქვს სათქმელი სამყაროსთვის და თუ გინდა რომ დაწერო წიგნი, მაშინ გვესტუმრე, აქ გვაქვს კურსები როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე მოზარდებისთვის, აქ გასწავლით წერას და გამოცემთ თქვენ საკუთარ წიგნს.